დღეს ავხსნი ჩემს ახალნამუშევარს ჩანთა კლეოპატრა, რომელიც სხვადასხვანაირი უზორით არის წარმოდგენილი. მე მომეწონა ეს უზორი, თუმცა შეიძლებოდა დასაწყისში უფრო განიერის მაგივრად შიგნით რო გამეკეთებია ნამატი და უფრო ქვევმა წამოვიდოდა. თუმცა ესეც ლამაზი არის. როგორც კლასიკურ სტილშიც და ყოველდღიურ სახმარად, ისე ზღვის ჩანთადაც გამოდგება. ახლა ავხსნი თუ როგორ უნდა დავიწყოთ თავიდან კეთება. მაქვს ასეთი ძაფი, პოლიესტერი არის. პოლიესტერი 2.5 მმ-იანი, 400 გრამიანი არის ეს ძაფი. თავიდან ვიწყებთ სახელურის შევსებას ქვედა მხარეს. მე ასე ვარჩიე გაკეთება. ვიწყებთ კლასიკურად ამოყვანა თვლების. მე დავიწყე უკვე ამოყვანა. გაჩვენებთ როგორ უნდა გავაკეთოთ. მოვდევი ყაისნახი, ქვედა მხრიდან გამოვატარე ზემოთ და ამომყავს თვალი. ისე ვიმეორებ ქვემოდან, გამყავს ყაისნახი, ამომაქვს ძაფი და ვაკეთებ თვალს. პრინციპში ვინც იცის ქსოვა, მისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ვინც არ იცის, YouTube-ზე ძალიან ბევრი გაკვეთილები არის ქსოვასთან დაკავშირებით პირველ დამწყებთათვის და შეგიძლიათ იქ ნახოთ. ანუ რას ვამბობ? ამას სახელურს მთლიანად ვავსებ. მე მაგალითად დაწყებული მაქვს ეს 57 თვალზე. ვიყვან 57 თვალს და მოვდივარ აქ და დავბრუნდებით შემდეგ და გავაგრძელებთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ქსოვა.